Ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები სამწუხაროდ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იქცეოდა როგორც მკითხავი, მან ყველაფერზე გაგვცა პასუხი, რომ მოიკითხავს, არ იცის, მისი ვალდებულება არ იყო. ფაქტობრივად არაფერზე ამ ადამიანს 2 საათის განმავლობაში პასუხი არ გაუწია. ნამდვილობიდან ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახა ბერგვანცელაძის გათავისუფლებას ითხოვს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი. დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც 1 მილიონი ლარით მეცუხდით, ვერ ასრულებს ნაკის ვალდებულებას. ოპოზიცია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ფრაქციის ხდომაზე იბარებს, თუმცა კახა ბერგვანცელაძე ოპოზიციის კითხვებს არ პასუხობს. კახა გვანცელაძე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში ფრაქციის ხდომაზე მიიწვია, თვითმმართველობის ორგანოში არ გამოცხადდა. საკადრო მიმართულებით რა ნაბიჯებს გამცეს ადამიანი, ეს გვაინტერესებდა და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება 60,000 ბავშვის კვებას ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პროდუქციაში აქვს. ანუ სერტიფიკატი რომ არ აქვს, აი ეს პროდუქციაში აქვს დღესაც ბაღების შესაბამისად, აი ამ კითხვებზე გვინდოდა ლეგიტიმურად მისი პოზიცია მოგვისმენთ, თუმცა სამწუხაროდ იმალება ეს ადამიანი. ფაქტია, რომ კალადა და მერია ვერ ართმევს პასუხისმგებლობას თავს, რომელიც ეხება ბაღებით კვებით მომსახურებას და საუბარია 60,000 ბავშვით კვების მომსახურებაზე. გრიგოლი ლუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს, ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდა.